გახდეს პირდაპირ ეთერში ასევე აქციის მონაწილე, რომელიც 16 აპრილს პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მას ფიზიკურად გაუსწორდნენ და დაზიანებული აქვს მენჯის ძვალი, აქვს ტვინის შერყევა, აქვს წოლითი რეჟიმი და ამიტომ არ მინდა რომ ვალოდინოთ და ჩავრთოთ ახლა დიმიტრი პირდაპირ ეთერში. პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა რომ შეძელით და გვერდთვებით ახლა პირდაპირ ეთერში. როგორ ხართ პირველ რიგში, როგორ გრძნობთ თავს? მშვენივრად, მადლობა ჩართვისთვის. მადლობა თქვენ, მადლობა. იმედია მალე გაივლის ყველაფერი და ისევ დაუბრუნდებით აქციებს, რომელიც არ წყდება და არ ჩერდება, როგორც ხედავთ. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მე ვიყავი აქციებზე, იქ მითხრა რომ შეგიძლიაო იყო ოღონდ კასტილებით გამოიყენეო, მე არ მოусმინე რაღაც დავდიოდე დარბულზე კიდეც და ახლა ამტკივდა ცოტა ფეხები სამწუხაროდ და იძულებული ვარ რომ ისევ ორი კვირით დავწვერო ხო, რომ გამოჯამრთელდეთ, აუცილებლად უნდა გამოჯამრთელდეთ ბოლომდე, იმიტომ რომ საჭიროა თქვენი ენერგიაც და ჯამრთელობაც ყველასთვის, თქვენთვისაც და ჩვენთვისაც, რა თქმა უნდა. დიმიტრი, მე მინდა რომ მოუყვეთ ჩვენს მაყურებელს, რა მოხდა 16 აპრილს, რატომ გაგისწორდნენ აი ასე სასტიკად, ფიზიკურად, რა ვითარებაში და ვინ იყვნენ ეს თავდამსხმელები, სპეცრაზმი, პოლიცია, თუ აი ეს შავმაისურიანები, რომლებიც დადიოდნენ ასევე აქციებზე და ზუსტად იმისთვის, რომ ადამიანებთან ესე ფიზიკურად გასწორებოდნენ. ჩვენ ვიყავით ჭიჭინაძის ზედა მხარეს პარლამენტთან, როდესაც სავარაუდოდ ბრძანება გასცეს, რომ უკვე ცოტანი არიანო და დაშალითო ხალხიო. დაიწყეს დაშლა, მე დავრჩი, მაინტერესებდა უბრალოდ აი ეპიცენტრში რა ხდებოდა. და რაღაც მომენტში ერთ-ერთმა პოლიციელმა ერთ-ერთი პოლიციელი ფარით შემეტაკა და დამემიქრო რომ გადადიოს დროზე აქედან. ამასობაში კიდე მომბრალდნენ კიდე ბევრი პოლიციელები მოვიდნენ და მეც იძულებული ვიყავი რომ გადავსულიყავი. ხო და როცა მიუძუნძულებდი უკვე ხალხისკენ, რომ გადავსულიყავი, უცებ მე არ ვიცოდიო ვიღაც მომზევდა, ჩამარტყეს და აი შემდეგ არის ეგ კადრები. დიახ. თუ შეიძლება რომ გავიმეოროთ ეს კადრები დიმიტრიზე, ხო, კი ბატონო, აი ახლა ხედავს მაყურებელი კადრში, როგორ უსწორდებიან ფიზიკურად. აი ეს მართლა არ ვიცი. აი ასეთი აგრესია, ასეთი ფიზიკური ანგარიშწორება, რასაც ჩვენ ხედავთ ამ აქციებზე. შარშან მარტის აქციებში ხომ არ მონაწილეობდით და ხომ არ შეგიძლიათ გითხრათ, რომ აი ახლა უფრო მეტი აგრესიით გამოირჩევიან ეს ძალოვანი უწყების წარმომადგენლები, თქვენი დაკვირვებით როგორ ფიქრობთ? ჩემი დაკვირვებით ყოველთვის ერთნაირები იყო. თუმცა ახლა რახან უკვე ძალაუფლების დაკარგვასთან გვაქვს საქმე და უკვე ფინალთან ვართ ჩემი აზრით, ამიტომ ბუნებრივია რომ ეს შეჯახების ენერგია უფრო გაძლიერდება და სამწუხაროდ აი შეგვებული ვარ ამ ფაქტს რომ ცვლილებები გარკვეულ სხვებს მოითხოვს და თუ ამ შემთხვევაში ჩემზე გადაწყდა ეს სხერპლი მე მადლიერი ვარ იმით რომ მე ვიქნები ამას მონაწილე. მალე ძალიან კარგად იქნებით დიმიტრი, აუცილებლად დარწმუნებული ვარ და იცით რა არის, ხელისუფლება რა თქმა უნდა აი მსგავსი მეთოდებით და ამ ანგარიშწორებით ცდილობს რომ რაღაცნაირად შიში შეიტანოს, თითქოს გონიათ რომ ახალგაზრდებს ამით შეეშინდებათ, ან უკან დაიხევენ, ან უარსიტყვიანი მიზანზე, რაც ყველას ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული და კი ხვდებიან რომ ზუსტად ახლა არის გადამწყვეტი მომენტი, როცა ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის რომ საქართველო არ გახდეს აღარასოდეს აღარ გახდეს რუსეთი. აი, სინამდვილეში რა შედეგს იღებს ხელისუფლება, ამით რას აღწევს? საკუთარ თავს უფრო იზიანებს, თუ უფრო ზიანს აყენებს, მაგალითად ან აქციას, ან მის მონაწილეებს, ან ამ სულისკვეთებას და мотиваციას, რომელიც გაქვთ თქვენ? რა თქმა უნდა, ამით პირიქით, ანუ მეორე დღეს მე როცა დავზიანდი, გამოვიდა უამრავი ადამიანი, გასამაგდა აქციები პრაქტიკულად და მე ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ამან გამოიწვია აქციის გასამაგება, მართლა ამაყად ვიწექი კლინიკაში. პირიქით თავს იზიანებენ და რამდენჯერაც უფრო ასეთ შეცდომებს დაუშვებენ, აქციები კიდევ უფრო გახურდება, ხალხი ერთმანეთს დაეხმარება და საბოლოო ჯამში საქმეს მივიყვანთ ბოლომდე. მე ხშირად ვახსენებ ხოლმე იმას, რომ ჩვენ ამ ომს მოვიგებთ
და დარწმუნებული რომ ასე იქნება, თუმცა არ უნდა მოუდუნდეთ. თუ მოუდუნდებით, ვერ მოვიგებთ. არ მგონია რომ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. ხო, არაფერი არ ეტყობა, არც თქვენ და არც ჩემ სტუდიაში მყოფებს, არც იმ ადამიანებს, ვინც ახლა რუსთაველის გამზირზე დგას, არც მოდუნების არაფერი გეტყობათ, არც დაღლის და არც შიშის და არც რაიმე სხვა ტიპის შიშების, რაც შეიძლება რომ რაზეც შეიძლებოდა რომ ხელისუფლებას გათვლა ქონოდა. დიმიტრი, ძალიან დიდი მადლობა, ჯანმრთელობას გისურვებთ და მადლობა. მალე შევხვდებით აქციებზე. აუცილებლად დავბრუნდები მეც მალე. მადლობა, ნახვამდის. სენატორი